ეროვნული ბანკი საპენსიო ასაკის სეგმენტის უფლებების დაცვაზე ზრუნვას აგრძელებს 60 წელს ზევით მომხმარებელთა შესაძლო თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით სებმა საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები გაამკაცრა. განახლებული რეგულაციები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და მოიცავს დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს. სიახლე კი მხოლოდ საბარათო ოპერაციებზე გავრცელდება. დამატებით რასახის დაცვის სპეციალური ზომების დანერგვა მოუწევთ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, რაც ჩაითვლება რისკიან ოპერაციად და როგორ იმართება პროცესი პრაქტიკაში უკვე სექტემბრიდან, რადგან სიახლე სწორედ ამ დროიდან შევა ძალაში. დეტალებზე ვრცლად ნათია ჭყონიასთან ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ვაგრძელებთ საუბარს. ნათია, მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. საფინანსო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რომ ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა და პრიორიტეტული მიმართულებაა, ეს არ ახალია და განსაკუთრებით საპენსიო სეგმენტზე ამას უკავშირდება აღნიშნული ცვლილებას, რაზეც ახლა დეტალურად უნდა ვისაუბროთ და განვმარტოთ თუ რას ეფუძნება განახლებული რეგულაცია და რატომ დადგა დღის წესრიგში სწორედ ამ ცვლილების განხორციელება. კი ბატონო, მადლობა. უპირველეს ყოვლისა, როგორც აღნიშნეთ, ჩვენთვის ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მომხმარებლის უფლებების დაცვა. მათ შორის ეგრეთ წოდებული მოწყვლადი სეგმენტზე ორიენტირება გათვალისწინებულია საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგიაში, რომელიც მათ შორის 2025 წელს დამტკიცდა ეროვნული ბანკის მიერ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე და გამომდინარე იქიდან, რომ თაღლითობები ზოგადად როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც გახშირებულია, დღის წესრიგში დადგა მსგავსი ტიპის ცვლილების შემოღება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, ასე ვთქვათ, თაღლითობის პრევენციის. ზოგადად ფინანსურ ორგანიზაციებს, პროვაიდერებს, ამ შემთხვევაში ბანკებს და საგადახდო პროვაიდერებს ისედაც აქვთ ვალდებულება, რომ ეგრეთ წოდებული ფროდის მონიტორინგის მექანიზმი ქონდეთ დანერგილი, თუმცა რადგან საპენსიო ასაკის მომხმარებლები ეგრეთ წოდებული მოწყვლადი სეგმენტია შედარებით უფრო, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიერეთ მონიტორინგის მექანიზმები. და რაში მდგომარეობს კონკრეტული ცვლილებები, რომ განვარტოთ დეტალურად? კი ბატონო, უპირველეს ყოვლისა, გარკვეული ტიპის ტრანზაქციებზე რაოდენობიდან გამომდინარე, ან თანხა 500 ლარი შემოიფარგლა, თუ 60 წელს აჭარბებს მომხმარებლის ასაკი და 500 ლარს აჭარბებს ტრანზაქციის თანხა, ამ შემთხვევით დაამავდროულად რისკიან, ასე ვთქვათ, მიმართულებაში ხდება ამ ტრანზაქციის გატარება, მაგალითად გემბლინგზე, მაგალითად კრიპტოს ვაჭრობაზე და ასე შემდეგ. ფინანსურმა ორგანიზაციამ, პროვაიდერმა უნდა შეაჩეროს ან დააყოვნოს 48 საათით ამ ტიპის ტრანზაქციის შესრულება. ანუ ეს გულისხმობს, რომ მომხმარებელს ამ პერიოდში უნდა დაუკავშირდე, აცნობო სპეციალურად შედგენილი სკრიპტით გააცნო ის რისკები, რასთანაც არის დაკავშირებული და რატომ აჩერებ ამ ტრანზაქციას, იქიდან გამომდინარე, რომ მან კარგად შეაფასოს, ასე ვთქვათ, ნამდვილად ის ასრულებს ამ ტრანზაქციას თუ არა და ვინმე ზემოქმედების ქვეშ ხوار ხდება ამ ტრანზაქციის შესრულება, ასე ვთქვათ, და შემდგომ 48 საათის შემდგომ თუ მომხმარებლის მკაფიო თანხმობა იქნება კვლავ, რომ სურს ამ ტრანზაქციის შესრულება, შემდგომ განახორციელოს პროვაიდერმა ეს ტრანზაქცია. ან თქვა თუ შეჩერდა და არა დაყოვნდა დროებით, მაშინ მომხმარებელმა ხელახლა უნდა განახორციელოს ტრანზაქცია. ამავდროულად აღნიშნავ, რომ აღნიშნულთან ერთად მომხმარებლის უჩვეულო ქცევაც უნდა იკვეთებოდეს. ანუ თუ მომხმარებელი აქამდე ვთქვათ მსგავსი ტიპის ორგანიზაციაში ან კომპანიაში არ რიცხავდა თანხას, მაშინ განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მსგავსი ტიპის ტრანზაქციას დაყოვნება მოხდეს. ანუ რისკიანი ტრანზაქცია, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, ეს არის ვთქვათ გაწერილი, რა შეიძლება იყოს თუ ინდივიდუალურადაც შეიძლება ვთქვათ რაღაცა ჩაითვალოს, რომ ეს არის რისკიანი. შესაძლოა ინდივიდუალურადაც ჩაითვალოს, თუმცა ამ კონკრეტული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ითვლება, რომ შედარებით მაღალი რისკის მქონე ორგანიზაციაში თანხის გადარიცხვა ან ვთქვათ ბარათით ტრანზაქციის შესრულება გულისხმობს, რომ ეს არის რისკიანი, როგორც ვთქვი, ეს შეიძლება იყოს გემბლინგი, კრიპტოთი ვაჭრობა და ასე შემდეგ, ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ერთობლივად ხდება რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება, ეს არის ასაკი მომხმარებლის, ეს არის ტრანზაქციის ოდენობა, ანუ 500 ლარზე ზევით უნდა იყოს, 60 წელზე ზევით უნდა იყოს თვითონ მომხმარებლის ასაკი და ამავდროულად მაღალ რისკიან ტრანზაქციას
ტრანზაქციას უნდა ასრულებდეს. 48 საათიანი დაყოვნების პერიოდი ახსენეთ თქვენ, რა შეიძლება გამოწვევად ჩაითვალოს ამ დაყოვნების პერიოდში თვითონ თქვათ მომხმარებლების მხრიდან? კი ბატონო, შესაძლებელია რომ მომხმარებელს სურდეს ისედაც არ იყოს თქვათ ახლა მსგავსი ტიპის ფროდის მონიტორინგის დროს შესაძლოა ისეთი ტიპის ტრანზაქციაც მოხდეს ამ ასე ვთქვათ სიაში, რომელიც რეალურად არ არის თაღლითური ტრანზაქცია და შესაბამისად მომხმარებელს შესაძლოა ეგრეთ წოდებული დისკომფორტი შეექმნას ამ პერიოდის დაყოვნებით. კი ბატონო, საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა ამ მიმართულებით და რამდენად შედეგიანია ვთქვათ იმ ქვეყნებში, სადაც დანერგილია აღნიშნული მიმართულება? სხვა ქვეყნებშია, მათ შორის ევროპის ძირითად ქვეყნებში ზოგადად ფროდის მონიტორინგი ისედაც ხდება, თუმცა ასაკზე მორგებული, მათ შორის იყო ფინეთი, ნიდერლანდები, ბრაზილიაც, გერმანიაც, თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ გარდა ვთქვათ ზუსტად იდენტური რეგულაცია ჩვენ არ გადმოგვაქვს. შედარებით ვარგებთ ასე ვთქვათ ჩვენს ბაზარზე, შეიძლება განსხვავებული იყოს ოდნავ, სქემაც შესაძლებელია განსხვავებული იყოს ფროდის და აქედან გამომდინარე საჭირო გახდეს ვთქვათ ამ რეგულაციის განსხვავებული ფორმატით შემოღება, თუმცა ასაკზე მორგებული რეგულაციები ამ ქვეყნებშია რაც ვახსენეთ, ასევე კიდევ თანხითაც შემოიფარგლება, უბრალოდ ეს თანხებიც განსხვავებულია სხვა ქვეყნის მიხედვით, ტრანზაქცია რამდენი უნდა იყოს. პრაქტიკას რაც შეეხება და რა შედეგი მოიტანა, ამაზე სამწუხაროდ ეს საკმაოდ ახალი რეგულაციებია და არ გვაქვს ასე ვთქვათ ინფორმაცია მიმდინარე ეტაპზე. კი ბატონო, ანუ სტატისტიკაში ჩვენს ქვეყანაში თუ როგორ იმუშავებს ეს მიმართულება, ესეც მოხდება საერთაშორისო სტატისტიკაში. კი ბატონო, ზოგადად რომ შევაფასოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში, ფინანსური სექტორის ნაწილში რა სურათი გვაქვს, როგორია პროგრესი ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურია ამ მიმართულებით. კი ბატონო, ბოლო წლებში განსაკუთრებით საბაზრო ქცევის ზედამხედველობის მიმართულება გაძლიერდა, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს ამ მიმართულების მნიშვნელობას, ასე ვთქვათ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით. შესაბამისად, სტრატეგია შევიმუშავეთ 2025 წელს დავამტკიცეთ, განსაზღვრულია შესაბამისი პრიორიტეტები, რაც ვთქვათ, ამ მიმართულებით გვინდა რომ გავაძლიეროთ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით. გარდა ამისა, სტატისტიკა წლიდან წლამდე ზოგადად მომხმარებლების მომართვიანობა, მათ შორის მზარდია, უბრალოდ 2025 წელს შედარებით შემცირებული იყო, გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, მათ შორის ვთქვათ, იგივე პანდემიის პერიოდში არსებული გადავადებების ეფექტის ამოწურვით, სხვადასხვა ჩვენი მხრიდან გაძლიერებული რეგულაციით და შემდეგ რაც მომხმარებელზე მორგებულ გარემოს ქმნის, თავის მხრივ ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ რეგულაციები და მუდმივად, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ნაბიჯს გავთ ამ მიმართულებით, იქნება ეს საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, არსებული მათ შორის მომხმარებლების მხრიდან დაფიქსირებულ პრეტენზიებზე რეაგირება და ამ მიმართულებით ვთქვათ რეგულაციის დონეზე ასახვა, მათ შორის საბაზრო ქცევის მიმართულებით გავაძლიერეთ სექტორის მონიტორინგი, რამდენად შესაბამისობაშია სექტორი ჩვენს რეგულაციებთან არსებულთან, ასევე შესაძლოა არსებულ რეგულაციის გარდა შევამოწმოთ ისეთი პრაქტიკები, რომელიც დადგენილი აქვს თვითონ სექტორს, მაგრამ არ არსებობს მაგალითად რეგულაცია და ამ მიმართულებით თუ გამოვლინდა ისეთი ნაკლოვანებები, რომელიც შესაძლოა რომ მომხმარებლის უფლებების ლახავდეს, ავსახოთ რეგულაციების დონეზე. სწორედ ეს მიმართულებებია მომავალშიც პრიორიტეტული ეროვნული ბანკისთვის მომხმარებლის უფლებების დაცვის. ქალბატონი ნათია, მომართვიანობიდან გამომდინარე, მთავარ გამოწვევად რა შეიძლება ჩაითვალოს დღეს მომხმარებელსა და ვთქვათ საფინანსო ინსტიტუტს შორის ურთიერთობის ნაწილში ჯერ კიდევ და როგორია ასევე ბანკების უკავშირი მომხმარებელთა მომართვიანობით? უპირველეს ყოვლისა, ზოგადად ბანკებსაც და ნებისმიერ ფინანსურ ორგანიზაციას ვალდებულება აქვს, რომ მომხმარებელს თუ ვთქვათ რაიმე პრეტენზია აქვს ბანკთან მიმართებაში უკავშირით დაუბრუნდეს გარკვეულ ვადაში, შეისწავლოს ეს პრეტენზია, შესაძლოა რომ იყოს საფუძვლიანი და ამ შემთხვევაში უნდა გადაუჭრას ასე ვთქვათ მომხმარებლის სასარგებლოდ, თუმცა უფრო მეტი მიმართვიანობა ბანკებთან მიმართებაში პრეტენზიების არის უსაფუძვლო პრეტენზიების წილი. რა თქმა უნდა, თვითონ პროდუქტების მიხედვით ისეთ პროდუქტებზეა მეტწილად მომხმარებლების პრეტენზიები, რომლებიც ხშირად გამოყენებადია, ანუ ეს არის სესხი, ვთქვათ, საკრედიტო ბარათი, მათ შორის ტრანზაქციები და ეგრეთ წოდებული ფროდები და თაღლითობები. ამ მიმართულებით ეროვნული ბანკიც აქტიურად მუშაობს და ჩვენც ვიღებთ, ვთქვათ, სხვა მომხმარებლის მომართვას და მათ შორის ეროვნულ ბანკთან შექმნილია დავების განხილველი კომისია, რომელიც სწორედ საგადახდო ტიპის ეგრეთ წოდებული თაღლითური სქემების და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. შესაბამისად, რიგ შემთხვევაში კმაყოფილდება
საშუალება ვთქვათ მომხმარებლის მომართვა, იქ შემთხვევაში შესაძლოა რომ არ დაკმაყოფილდეს, თუმცა გამოწვევად ჩვენი გადმოსახედიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტები შექმნა და დანერგვა ამ მიმართულებით სხვადასხვა მოთხოვნის თუ რეგულაციის. როგორია თქვენი მესიჯი ჩვენს მაყურებელთან, როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლებები და ასევე რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში, როგორია პირველი ნაბიჯები, რომელიც მან უნდა გადადგას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? უპირველეს ყოვლისა, მომხმარებლის უფლებების დაცვა უნდა იწყებოდეს საწყისივე ეტაპიდან, ანუ სანამ მივალთ ასე ვთქვათ პრობლემამდე და ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია რომ მომხმარებელი როდესაც რაიმე სახის გადაწყვეტილებას იღებს, ყიდულობს პროდუქტს, რიცხავს თანხას თუ არ აქვს მნიშვნელობა იღებს რაიმე სახის მომსახურებას, საწყისივე ეტაპზე ეცადოს რომ მაქსიმალურად გაერკვეს იმ პირობებში და დეტალებში, რაც მის გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა. გაეცნოს ხელშეკრულებაში, ადაროს ვთქვათ სხვა ალტერნატივა ერთმანეთს, დასვას კითხვა იქამდე, სანამ ვთქვათ ამომწურავად არ მიიღებს პასუხს. ამისთვის ეროვნული ბანკის თხელი ხაზიც არის და თუ ვთქვათ რაიმე სახის კითხვა, პრობლემა ან პრეტენზია ექნება, შეუძლია რომ დაგვიკავშირდეს, თუმცა პირველ რიგში თვითონ მომხმარებელმა უნდა ეცადოს საწყისივე ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების პროცესშივე მოახდინოს სწორად რეაგირება. შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, ვახსენე, რომ შეუძლია ჩვენს დაგვიკავშირდეს ბანკსაც მიმართოს, თუ ვთქვათ საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული დავა აქვს მიმართოს დავების გამხდომელ კომისიას და ასევე ფინანსური განათლების ნაწილში გაეცნოს ვთქვათ ფინედუს ვებგვერდს, სადაც განთავსებულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მას დაეხმარება ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში. სწორედ ამ ნაწილზე მინდა ჩავიკითხოთ, ფინანსური განათლების პოლიტიკა ეროვნულ ბანკს აქვს ძალიან მკაფიოდ და აქტიურად, რადგან ინფორმირებულობა არის უმნიშვნელოვანესი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ხომ ასე? ამ მიმართულებით რა სიახლეებია, რა აქტივობებია და როგორ ფასდება მომხმარებლის ფინანსური განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში დღეისათვის? ზოგადად ფინანსური განათლების მიმართულებით გამოწვევები ისევ არსებობს ვთქვათ მოსახლეობაში დონესთან მიმართებაში გულისხმობ, თუმცა საკმაოდ აქტიურია ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით. მათ შორის საბანკო და საფინანსო სექტორი ჩართულია აქტიურად. ეხლა მარტის თვიდან მაგალითად მიმდინარეობს გლობალური ფულის კვირეული, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სკოლაში ვატარებთ ასე ვთქვათ გაკვეთილებს, სადაც ვასწავლით ფულის მართვას, დაზოგვას, ბიუჯეტირებას, მათ შორის თამაშების გამოყენებით, რომელიც შექმნილია ეროვნული ბანკის მიერ და საკმაოდ აქტიური, სახალისო და ინტერაქტიულია. საწყისივე ეტაპიდან ვიწყებთ, რომ ბავშვობიდანვე მოქალაქემ ასე ვთქვათ იცოდეს მისი ფინანსური უფლებები ფინანსურ ორგანიზაციასთან და საკუთარი უფლებების დაცვა იმისთვის რომ არ დადგეს ფინანსური პრობლემის წინაშე. უფრო მარტივია რა თქმა უნდა ბავშვობიდან ამ საწყისებიდან ამ ჩვენების განვითარებადია. კი ბატონო და ბოლოსკენ რა თქმა უნდა გკითხოთ რა დამატებითი ნაბიჯები იგეგმება მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, აი წლიურ ჭრილში, ვთქვათ რას უნდა ველოდოთ. კი ბატონო, მათ შორის ორგანულ კანონში შევიდა ცვლილებები, რომელიც ვირტუალური აქტივების მომსახურების კომპანიებზე მაგალითად მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის და მოთხოვნების გავრცელების საშუალებას გვაძლევს. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, იმიტომ რომ საკმაოდ აქტუალურია ეს თემა. ასევე ვფიქრობთ, რომ როგორც ვახსენეთ თავიდანვე მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტების ნაწილში გავაძლიეროთ რეგულირება, რომ ფინანსურმა სექტორმა მომხმარებელს ისეთი პროდუქტი მიყიდოს, რომელიც მის საჭიროებებზე იქნება უფრო მეტად მორგებული, ანუ წინასწარ ვთქვათ განსაზღვროს რა არის მომხმარებლის საჭიროება და პროდუქტიც იმის მიხედვით შემუშავდეს, რა საჭიროებაც გააჩნია იმ კონკრეტულ მიზნობრივ სეგმენტს. ეს ორი ძირითადი მიმართულებაა, რომელსაც აქტუალურად ვცდილობთ, რომ გავავითაროთ 2026 წლის განმავლობაში. კი ბატონო, სიახლეებს ჩვენი მაყურებელი ბუნებრივია შეიტყობს ეროვნული ბანკისას. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ნათია ჭყონია, ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკაზე.